Shalom, მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, შავუატოვ უმევორახ. დაველოდოთ ცოტაოდენი რომ შემოგვიერთდეს მაყურებლები. ბედნიერ წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას. მინდა დავიწყო ერთი პატარა ჩასწორება მინდა გავაკეთო და მე უკვე შევეხოთ გილგულეი ნეშამოც. რატომღაც არის რაღაც გაუგებრობა მოცეი შაბათს, როცა შაბათი გაბრძანდება, ყველამ ვიცით რომ ვაკეთებთ ავდალას და რატომღაც არის ზოგიერთებთან ისეთი გაუგებრობა რომ ანთობენ სანთელს და აკურთხებენ ბარუხ ატა ჰაშემ და ბოლოში ამბობენ ლიადლიკ ներ შელ მოცეი შაბათ. ეს არასწორია რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ რომ ავდალა კეთდება სანთლით, რომელსაც აქვს 3 ფრთილი მაინც. არ აქვს მნიშვნელობა სანთელი როგორ გამოიყურება, არის სხვადასხვანაირი სანთლები, შეხედეთ. ბევრნაირი სანთლებია, მთავარია რომ გქონდეს სანთელს რამდენიმე ფრთილი ზევიდან, რომელზეც კეთდება ავდალა და ის რაც უნდა იკურთხოს შაბათის გაბრძანების შემდეგ, უკვე სიდურებში შეგიძლიათ მოიკითხოთ და არავითარ შემთხვევაში არ იკურთხება ლიადლიკ ներ შელ მოცეი შაბათ. შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის რაბს, რაბანიც და რა თქმა უნდა ყველა დიდი სიამოვნებით გიპასუხებს. და ეხლა რაც შეეხება ჩვენს საინტერესო თემას, ყველასათვის საინტერესო თემას, ცოტაოდენი მინდა რამდენიმე წუთი წაგართოთ და დაუბრუნდეთ გილგულეი ნეშამოც, ანუ სულთა წრებრუნვას. თქვით რომ ყველა ადამიანი ვინც დღეს ვცხოვრობთ, მოსული ვართ რაიმეს გამოსასწორებლად და ცადიკები, როგორც წესი, მათ არაფერი არ აქვთ გამოსასწორებელი, ისინი მოდიან ამ სამყაროში, რათა სხვებს ასწავლონ თორა. ოკეი. ჩვენ ვიცით რომ წინა ერთ-ერთ შიურში ვთქვით რომ არსებობს სხვადასხვა საფეხურები, სულ 125 საფეხურია სულიერი საფეხურები, ნეფეშ, რუახ, ნეშამა, ხაია ვეიეხიდა. როცა დაუშვათ ადამიანი ასწორებს ნეფეშის რამას, ნეფეშის სიმაღლეს, შემდეგ მას ეძლევა რუახი გამოსასწორებლად, შემდეგ ნეშამა. არის ნეფეში თავისივე 5 საფეხური, რუახშიც, ნეშამაშიც, ხაიაშიც და იეხიდაშიც, ხომ ასე სულ 125 საფეხური. გარდა ამისა, ცნობილია რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ებრაელებისთვის აკრძალული გვაქვს ყველა სხვა ცოდნის გამოყენება, რათა გავიგოთ ჩვენი მომავალი. ანუ მაგალითად თვითონ ჩვენი ცადიკებისთვისაც კი ოდითგანვე ცნობილი იყო მაგალითად შლომო ამელეხისთვის ჩიტების ენა, ხომ? ჩვენმა დიდმა ცადიკებმა დღესაც იციანეს, საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვიცით ვინ იცის ეს და ვინ არ იცის, მაგრამ გვაქვს მაგალითი არიზალის ცხოვრებიდან, მაგალითად ცნობილია რომ არიზალი მოვიდა გილგულში, მხოლოდ იმისათვის, რომ რაბი ხაიმ ვიტალისთვის შეესწავლა ის, რაც მას ასწავლა, დაფარული ცოდნა კაბალისტური. და ერთხელ, როდესაც ის თავის მოწაფეებთან იჯდა და უხსნიდა კაბალის საიდუმლოებებს, ჩაიფრინა ყვავმა და ჩაიყრანტალა და არიზალმა თქვა ბარუხ დაიან ემეთო და როცა მოწაფეებმა კითხეს თუ რატომ თქვა ესე, უპასუხა რომ არ უნდა მესწავლებინა ის, რაც გასწავლეთო, ამიტომ მითხრესო რომ ჩემი ბიჭიო, სამ დღეშიო უნდა გარდაიცვალოსო.
Okay. ცნობილია, რომ არიზალს ელიაუანავი უთხრა, რომ ის მოსულია მხოლოდ იმისთვის, რომ რაბი ხაიმ ვიტალს უნდა ასწავლოს, როგორც ვახსენეთ უკვე თორა და სწორედ ის დაფარული ცოდნა, რაც მან გადასცა რაბი ხაიმ ვიტალს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მისი შვილი დაიღუპა პატარა ასაკში. თვითონ არიზალის ისტორია ვინც იცის, ის გარდაიცვალა ეპიდემიის დროს 38 წლის ასაკში თუ არა ვცდები. ვიცით რომ როდესაც დიდი ეპიდემიები მოდის ხოლმე, ან რაღაც ცუდი სასჯელია ზეციდან ებრაელ ხალხზე, ცადიკები თავის თავზე იღებენ ხოლმე და ისინი ტოვებენ ამ ოლამს, რომ ებრაელები არ დაიხოცონ. ეს ყოველ დორში იყო და დღემდე ესე გრძელდება. რავაშლაგზე არის ცნობილი, რომ ის იყო იბურნეშამა არიზალის. ბაალასულამმა თქვა, რომ 17 წელი სწავლობდა არიზალის ჩანაწერებს, მაგრამ არაფერი არ ესმოდა, სანამ ზეციდან არ მისცეს იმდენი გონება, რომ ესწავლა კაბალა და ეს მოხდა ასე, რომ მასში იყო შემდეგ უკვე 17 წლის სწავლის შემდეგ და ნდომის შემდეგ იბურ-ნიშმათ არიზალი. რაბი შმუელ ვიტალმა ჩაწერა რაბი ვიტალ ხაიმის ცოდნა 8 კარი, რომლისგანაც ერთ-ერთი ნაწილია სწორედ შაარა გილგული. შაარა გილგულიდან ვიცით თუ რატომ არის რომ მაგალითად ზოგს ეშინია წყლის, ზოგს სიმაღლის, ზოგს ცეცხლის, ზოგმა შეიძლება ძაღლი დაინახოს ქუჩაში და ერთი მხრიდან მეორეზე გადახტეს, ხომ შიშისგან. ეს ვიცით რომ ჩვენ შეიძლება ადამიანებმა არ ვიცოდეთ და არ გვესმოდეს რატო გვეშინია ზოგს სიმაღლის, ზოგს წყლის, ზოგს სიღრმის და ზოგს სიმაღლის, მაგრამ ნეშამამ იცის და ნეშამას ახსოვს, თუ წინა გილგულში შესაძლოა რაღაც დიდი ზარალი მიადგა, ან შეიძლება დაიღუპა, გარდაიცვალა ამ სიმაღლით, ან ცეცხლით და ამიტომ არის რომ მას შიში აქვს მოყოლებული წინა გილგულებიდან. მაგრამ თავარი ის არ არის რომ ვიცოდეთ ვინ ვიყავით წინა გილგულში. მთავარია ვიცოდეთ ეხლა ვინა ვართ და ეხლა რას ვაკეთებთ. კაბალაში არის ეგეთი გამოთქმა კაჰინ, ანუ როცა ადამიანი ხედავს ნეშამებს ან ესმის ნეშამების ხმა, ეს ხდება ორ ვარიანტში. ერთი ეს არის ვარიანტი, ეს არის როცა ადამიანი არის ავადმყოფი, ანუ მისი ნეშამა ავადმყოფობის გამო დაშორებულია სხეულისაგან და მეორე ვარიანტი ეს არის ცადიკები. პირველი ითვლება ტუმა და მეორე გდუშა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ცადიკებმაც კი, რომლებმაც შეუძლიათ რომ იცოდნენ ნებისმიერი ადამიანის გილგული, მათ იციან მხოლოდ მათი წარსული და მათ არ შეუძლიათ არავითარ შემთხვევაში განჭვრიტონ არავისი მომავალი. ბევრი ცადიკებისთვის ცნობილი იყო, რომ შეხედავდნენ ხოლმე ვინმეს, ვინც მათ წინ იდგა, შუბლზე კითხულობდნენ ივრითული ებრაული ასოებით, ვის რა ქონდა გამოსასწორებელი, ვინ რა გააკეთა და ასე შემდეგ. ამიტომ იყო ხოლმე რომ ხშირად ესე თავზე ქუდს ჩამოიფარებდნენ ხოლმე რომ შუბლზე არ შეეხედა ხოლმე ცადიკს, როცა ცადიკთან მიდიოდნენ სასაუბროთ ან სასწავლებლად. საიდან ვიცით ადამიანებმა რა გვაქვს გამოსასწორებელი? რაც ყველაზე ძნელია ჩვენთვის შესასრულებლად, ფაქტიურად ის არის ჩვენი გამოსასწორებელი. მაგალითად რო ავიღოთ
და უშუალოდ ადამიანს წინა გილგულში იყო ქურდი, ხომ? რაღაც ქონდა მიდრეკილება იმისათვის, რომ რაღაცა მოეპარა. ის ამ გილგულშიც, მომდევნო გილგულშიც მოვა ზუსტად ისეთ გარემოში, ისეთ ოჯახში დაიბადება, სადაც ზუსტად გაუჩნდება მიდრეკილება ქურდობისაკენ. ამიტომ მისი შესასრულებელი, მისი ტიკუნი არის სწორედ ის, რომ არ მოიპაროს, არ იქურდოს. ყველას თავისი რამე აქვს გამოსასწორებელი, ზოგს ცედაკის გაცემა, ზოგს თორის სწავლა, ზოგს სწორად ჩაცმა, ზოგს ყველაფერი ერთად. შაარა კავანოთში გვიწერია, რომ ადამ არიშონის შეწოდება ზერალე ბატალასთან დაკავშირებით ყველა მოვიდა შემდეგში დორამაბულ წარღვნაში, რო წარღვნაში უნდა დაღუპულიყვნენ, გარდაცვლილიყვნენ, შემდეგ მოვიდნენ დორა პალაგაში, შემდეგ უკვე დორა მიდბარ, ანუ უდაბნოში და დღემდე ვართ ამ ცოდვის შემდეგ გილგულები და დღემდე ვასწორებთ ყველა იმას, რაც უნდა გამოვასწოროთ. საინტერესოა ესეთი რაღაცა, ჩვენი კაბალისტები გვასწავლიან, რომ ადამიანში არის სულიერი ხუთი დონე, რას ნიშნავს ეს? ადამიანი შეიძლება იყოს სულიერად საგნის დონეზე, ანუ რას ნიშნავს, რომ მასში ყველანაირად ჩაძინებული არის სულიერება, აბსოლუტურად არაფერი სულიერებაში მას არ აწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ მასში არის, რა თქმა უნდა, სულიერება, ნებისმიერი ადამიანის სხეულში არის ნიცოც ელოკი, ნეფეშ ელოკი, ამიტომ მთავარია, რომ მან გამოიღვიძოს, არის აგრეთვე სულიერი დონე, რასაც ქვია მცენარის დონე, ანუ ადამიანი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას სულიერებაში. ეს მის აქეთ თუ იქით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ ასრულებს, ან ამბობს, აი ჯერავს მწამს და მორჩა, ამაზე მთავრდება მისი სულიერება. მესამე არის ცხოველის დონეზე სულიერება. ანუ უკვე როცა იწყებს სულიერება მოძრაობას, ინტერესდება რაღაც გარკვეული სულიერი შეკითხვები ებადება და ეძებს უკვე იწყებს ძებნას სულიერებისას და სწორ გზას ადგება და მეოთხე ეს არის ადამიანის დონე, ანუ ეს რას ნიშნავს, როდესაც უკვე ადამიანი ცდილობს, სწორად ცდილობს და სწორ გზას ადგია, ზეციდან მას ეხმარებიან რა გაგებით, მაგალითად უგზავნიან სწორ წიგნებს, სწორად რომ იცოდეს სად იაროს, რა შიურები მოისმინოს, ზოგჯერ რამდენჯერ ხდება ხოლმე, ალბათ ყველას გაქვთ ესეთი მაგალითი ცხოვრებაში, მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რაღაც შეკითხვა დამბადებია, რაღაც შეკითხვა მაინტერესებს, არ ვიცი სად მოვძებნო, არ ვიცი ვის ვკითხო და ჩამირთავს თუნდაც ტელეფონში რაღაც შიურთორა და ზუსტად ჩემ შეკითხვაზე ყოფილა პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელსაც ხშირად ვეძებდი ხოლმე. სხვათა შორის წიგნებთან დაკავშირებით გამახსენდა, ძალიან სავალდებულოა, რომ ვიცოდეთ, რომელი წიგნიდან ვისწავლოთ, რომელი წიგნიდან წავიკითხოთ, ყველა თარგმანს არ უნდა ვენდოთ, რაც არ უნდა იყოს. მაგალითისთვის მოგიტანთ ახლა მაგალითად, აი მე ვკითხულობ ტანიას წიგნს, ხედავთ? სეფერა ტანია, ეს წიგნი ითარგმნა რამდენიმეჯერ სხვადასხვა თარგმანებით, სხვადასხვა კომპანიებმა გადათარგმნეს, მაგრამ რო იცოდეთ, ყველას არ უნდა დაუჯეროთ, არამედ წიგნებიც არის ქაშერი. ძალიან სავალდებულოა, რომ ვისწავლოთ და წავიკითხოთ ქაშერი წიგნები, ქაშერი ნათარგმნი. მიუხედავად იმისა, სხვათა შორის, რომ მე ქართულად ვკითხულობ ახლა ამ წიგნს, გვერდზე რა თქმა უნდა აქვს ივრითულიც, ალბათ დაგანახებთ ამასაც. ერთ მხარეს წერია ივრითულად, მეორე მხარეს ქართულად. ხშირად ხდება, რომ თვითონ ქართულად ვერ ვიგებ ხოლმე საერთოდ რა არის ნათარგმნი, სანამ ივრითულად არ წავიკითხავ, ამიტომ სავალდებულოა
თორის მსწავლელისთვის და საერთოდ კაბალით დაინტერესებულ პირთათვის, რომ ეს წაიკითხონ ივრითულად და გაიგონ ივრითულად, რა თქმა უნდა. უკვე ვთქვით, რომ თუ ადამიანმა გამოასწორა ნეფეში, მას უკვე აძლევენ გამოსასწორებლად რუახს და ასე შემდეგ. ანუ სანამ არ გამოასწორებს სულიერად დაბალ დონეს, ის ვერასოდეს ვერ მივა, რომ თქვას, რომ აი ახლა მე გამოვასწორებ რუახს და ასე შემდეგ. ანუ ადამიანმა უნდა გამოასწოროს ჯერ თავისი სულიერი საფეხური დაბალი დონე, ხოლო შემდეგ უკვე მაღლა როგორც დაუშვათ ადამიანს უნდა მეორე მესამე სართულზე ავიდეს, ხომ ის ვერ ახტება პირდაპირ ზევითა სართულზე, უნდა ავიდეს ხომ კიბით. ჯერ პირველ სართულზე, მერე მეორეზე, მესამეზე, ლიფტით იქნება თუ რითით იქნება, ყველა თავისი სულიერი შესაძლებლობების მიხედვით, ამიტომ სავალდებულოა, რომ ჯერ ადამიანმა გამოასწოროს თავისი სულიერი დაბალი დონე, ანუ ნეფეში, ხოლო შემდეგ უკვე რუახ ნეშამა. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ მოქმედებაზეც, საუბარზეც და აზროვნებაზეც, ხომ? უკვე ვთქვით ჩვენ ეს ადრე. თუ ზეცაში ხედავენ, რომ სული, რომელიც უნდა ჩამოვიდეს ისევ ამ წუთის სოფელში გამოსასწორებლად სუსტია, ანუ ის ვერ შეძლებს გამოსწორებას, მას უძნელდება რამეს გამოსწორება, მისი სული იყოფა რამდენიმე ნაწილად და რამდენიმე ადამიანში მოდის გამოსასწორებლად, რომ უფრო ადვილი იყოს, ხო? როგორც ვიცით, ხომ, ჩვენც ესე ფილმებიდანაც რომ ავიღოთ, ერთი ის არის ადვილი გადასატეხია, თუ ავიღებთ მთელ კონაისრებისას ძნელად გადაწყდება, ხომ? ზუსტად ესეა ადამიანის ნეშამაც. თავის ბოროტ საწყის თუ ვერ ერევა, ზეციდან მას ეხმარებიან მოდის ის რამდენიმე სხეულში და არ აქვს მნიშვნელობა, მან ის შეიძლება შეხვდეს, შეიძლება არ შეხვდეს ამ ცხოვრებაში თავისი სულის ნაწილებს. ხშირად არის, რომ ადამიანები გრძნობენ თავისი სულის ნაწილებს, ხშირად არის, რომ ვერასოდეს ვერ ხვდებიან და არც არის საჭირო, როგორც თქვი, მთავარია, რომ ადამიანმა კი არ ეძებოს ვინ იყო, რას წარმოადგენდა, არამედ უბრალოდ თავისი შინაგანი შეგრძნებით მიხვდეს რა უძნელდება და რა აქვს გამოსასწორებელი. ხშირად წაგვიკითხავს ხოლმე და გაგვიგია ხოლმე, რომ მთელი სამყარო გამჩენმა ერთი ადამიანისთვის შექმნაო, ხო? ისე რომ დავფიქრდეთ, წარმოიდგინეთ, ხო, რისთვის შეიქმნა დაუშვათ ჩინელები იმისთვის, რომ არ ვიცი რაღაცა აშენონ, თუ აკეთონ, ან ფილიპინელები იმისთვის, რომ დაუშვათ მოხუცებს ემსახურონ, არ ვიცი, იქ სადღაც სპილო არის, იქ სადღაც ირაქლემა, ჩვენ არ ვიცით ვინრისთვის შეიქმნა. ამას როცა ვამბობთ, მთელი სამყარო ჩემთვის შეიქმნა, გამჩენმა შექმნა ყველაფერი ჩემთვის, მხოლოდ ერთი ჩემთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვთხოვო ყველას, რომ აი დამეხმარეთ, თქვენ ჩემი ვალდებული ხართ, თქვენ შეიქმნით იმისთვის, რომ მე დამეხმაროთ. ყველა ჩემი ვალდებულია შებრუნებულად, გვასწავლიან ჩვენი ბრძენები, რომ ადამიანმა პირველ რიგში თავისი თავი უნდა დაინახოს ისე, რომ თვითონ არის შექმნილი იმისათვის, რომ ყველას დაეხმაროს გარშემო. არის კიდევ ერთი ესეთი საინტერესო მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, დილაზე შახარიძე ვამბობთ ხოლმე ჩვენ, გამჩენო დამიფარე ცუდი თვალისაგან, ცუდი ადამიანისაგან, ცუდი მეზობლისაგან, ხომ? ცუდი თვალისაგან დამიფარე რას ნიშნავს? არა იმას, რომ ვიღაცამ ცუდი თვალით არ შემომხედოს, არამედ ის, რომ მე არავის არ შევხედო ცუდი თვალით. რას ნიშნავს ცუდი ამხანაგისაგან? არა ის, რომ გამჩენმა არ შემახვედროს ცუდი ამხანაგები, არამედ ის, რომ შებრუნებულად მე არ ვიყო არავისთვის ცუდი ამხანაგი და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ უნდა შევიგნოთ, რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს შესასრულებლად, მაგრამ ეს ფაქტია. ის, რომ სგულებს ამზადებენ ცუდი თვალის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ზღაპრებია. ცუდი თვალისაგან სგულა ეს არის პირველ რიგში ის, რომ ადამიანი თვითონ არ იყოს ცუდი სხვისთვის.
სხვათა შორის კიდევ ისიც ხომ ეს წითელ ძაფებს რო იბავენ ხოლმე, ხო? გაგიგიათ ალბათ და გინახიათ, ალბათ ყველას ქონია თავის დროზე. უყიდია, წითელი ძაფი არავის არაფერს არ აშველის, თუ თვითონ ადამიანმა თავისი საკუთარი თავი არ გამოასწორა შიგნიდან. თუ ვინმეს რამე ესეთი სგულები აქვს, გირჩევთ ყველას შეეკითხვით მიმართოთ თქვენ რაბს და უბრალოდ გადააგდოთ, გაანადგუროთ, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის სგულაზეა საუბარი, ეს ყველაფერი აბოდაზარად ითვლება, ხო, ეს ნალების ჩამოკიდვა და თვალების ჩამოკიდვა და რაღაც სისულელეები. თავარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანმა შიგნიდან თავისი საკუთარი თავი გამოასწოროს. რიზალი წერს, რომ არონა ქოენი, ხო, მოშე რაბენოს ძმაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, მან როცა შესწოდა ისიც თავისი სურვილის წინააღმდეგ, ხო, თავისი საკუთარი ნების სურვილის გარეშე, ოქროს ხბოს ცოდვაზე აქ საუბარი, 10 ჯერ მოვიდა გილგულში, სანამ ბოლომდე არ გამოასწორა ის, რაც გამოსასწორებელი ჰქონდა. სხვათა შორის ერთი საინტერესო მაგალითი, ერთი საინტერესო ისტორია წავიკითხე და ალბათ რამდენიმე სიტყვით ამასაც გეტყვით. ყველასთვის კარგად ცნობილი რაბი მირუჟინი, გაგიგიათ ალბათ, ცნობილია რომ რაბი მირუჟინის სანახავად მარტო რომ მისი სახე დაენახა ხალხს 500 კილომეტრის დაშორებიდან მოდიოდნენ მასთან, რომ უბრალოდ დაენახათ, უკვე ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ გასაუბრებოდნენ ან ლოცვა მიიღოთ მისგან, უბრალოდ მისი სახე დაენახათ. რაბი მირუჟინი იყო პატარა, როდესაც მისი მამა გარდაიცვალა და ყავდა ძმა, აარონ ერქვა მის ძმას, 7 წლის იყო თვითონ და მაშინ მოგვიყვა თუ მაცალეთ ვნახო თუ მიწერია მე მგონი არ მიწერია, არა უშავს, საუბარია იმაზე, რომ რაბი მირუჟინი იყო შლომო ამელეხის გილგული. და როცა მათი მამა გარდაიცვალა, თქვა სეუდაზე ერთმა დიდმა რაბმა, რომელიც შორს ცხოვრობდა საერთოდ მათგან, რომ აარონი გაანათებსო მთელ მსოფლიოსო, ხოლო მის ძმაზეო ხომ საუბარიც არ არისო. უკვე ცნობილი იყო დიდი რაბებისთვის, დიდი ცადიკებისთვის, ვისი გილგული იყო მოსული და რის გამოსასწორებლად. ხოზე მილუბლინმა ინე ვიპოვე, ესე იგი ხოზე მილუბლინმა იგრძნო, რომ რუჟინში გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც დატოვა ობლათ 2 პატარა შვილი და მან თქვა სეუდის დროს თავის მოწაფეებთან, რომ ეხლა გარდაიცვალა დიდი ადამიანიო, რომელმაც დატოვა 2 პატარა ბავშვიო, აარონზე თქვა, რომ ის გაანათებსო მთელს ებრაელებსო და მის პატარა ძმაზე ხომ ლაპარაკიც არ არის, ხომ ის ხომ შლომო ამელეხის გილგული არისო. ნუ რაც შეეხება მაგალითად მოშე რაბენოს გილგულებს, ჩვენ ვიცით ჩვენი ცადიკებისგან, რომ მოშე რაბენოს სულის ნიცოცი ყველა დორში მოდის, რათა დაეხმაროს სულებს ტიკუნის გაკეთებაში. საუბარია არა სათითაოდ ადამიანებს, არა მარტო თვითონ სათითაოდ ადამიანებზე, ყველა ებრაელზე, არამედ მთელ დორზე, ანუ მთელ თაობაზე, ისევე როგორც ადამიანს აქვს თავისი ტიკუნი გასაკეთებელი, ასევე მთელ დორს, მთელ თაობას თავისი ტიკუნი აქვს გასაკეთებელი. ისევე გვასწავლიან ხაზალი, რომ ადამიანი ეს არის როგორც მსახიობი,
ერთ ფილმში შეიძლება მას ეცვას რამდენიმე სახის ტანსაცმელი, სხვადასხვა ეპიზოდში, სხვადასხვა ტანისამოსით იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმავე ფილმში ამ ადამიანის არსი შეიცვალა, ხო, თუ ბოროტი როლი აქვს, ის ფილმში მთლიანად ბოროტი რჩება, ან თუ კეთილი იყო, კეთილად რჩება, ანუ ის რომ ისი ცვლის სხვადასხვა ეპიზოდებში ტანისამოს, ეს მას არ ცვლის. ამიტომ ადამიანმა არ თქვას, რომ აი მე იმ გიგულში ეს ვიყავი, მე ამ გიგულში ამას კარგად ვაკეთებ და დანარჩენი სავალდებულო არ არის, არამედ იცოდეს, რომ ის სწორედ ის, რაც არ გამოუსწორებია და ის, რაც უჭირს, რომ გამოასწოროს, სწორედ ამ რაღაცის გამოსასწორებლად არის მოსული და ის, რომ მოვიდა ადრე სხვა სხეულში იყო და ეხლა სხვა სხეულშია, ეს მის არსს არ ცვლის. მთავარი ადამიანმა იმუშაოს თავის შინაგან როგორ ვთქვა, ბაპნიმიუთ შელო თავის თვისებებზე, შინაგან თვისებებზე და გამოასწოროს თავისი საკუთარი თავის სწორედ ეს გვევალება ჩვენ ებრაელებს. ადრე იყო ხო ჩვენ ვიცით ალახა, რომლის თანახმადაც თუ მამაკაცი გარდაიცვალა და არ დატოვა შთამომავალი, მისი ცოლი უნდა მოეყვანა მის ძმას, რათა მისი ესე იგი ძმის ნიცოცი, სულის ნიცოცი მოსულიყო ახალ გილგულში და გაეგრძელებინა. ხო, ესეც სწორედ ამ გილგულე ნეშამასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად თორაში პირდაპირ არსად არ წერია სიტყვა გილგულე ნეშამოთ, ესეთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს, ხო, მიგ ჩვენ ვიცით. აგრეთვე ცნობილია, რომ ქალი თავის სასჯელს და ასევე საზღაურსაც ღებულობს უკვე ოლამაბაში და ფაქტიურად ის გამოსასწორებლად აღარ მოდის ამ ქვეყნად, მაგრამ ვინაიდან ქალის სული ის უფრო მაღალია, სულიერ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის უკვე იქ სწორდება იქ გეენომში, მაგრამ როცა ხედავს, რომ მისი ქმრის, მისი მეორე ნახევრის სული ბრუნდება გილგულში რამის გამოსასწორებლად და იცის, რომ ეს ძნელია, ასე ვთქვა, თავს შესწირავს ხოლმე, შესწირავს კი არა, როგორ ვთქვა, დასახმარებლად, მის დასახმარებლად ბრუნდება ისიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ვალდებული, რომ კიდევ ერთხელ მოვიდეს ამ გილგულში, ამიტომ მამაკაცებმა მადლობა უნდა მოუხადოთ თქვენს მეუღლებს იმისთვის, რომ ისინი მოვიდნენ თქვენს დასახმარებლად. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი რავაშლაგისგან. რავაშლაგი გვასწავლის, რომ ქალი არ უნდა გადავიდეს საერთოდ საფლავზე, ეს ცოტა რთულია, განსაკუთრებით ჩვენ დორში შეჩვეულები ვართ სხვადასხვა მიზეზების და გამო, რომ ქალი ჩვეულებრივად გადადის საფლავზე. რავაშლაგი გვეუბნება, რომ ქალი ჯობია არ გადავიდეს სასაფლაოზე, არავითარ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მას ქალური წესი აქვს და ამბობს, რომ არავინ არ იკითხოს რატომო, უბრალოდ შეასრულოს ესო. ჩვენ ქალებმა თუ გსურს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ნება არის და ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა შევეცადოთ, ვინც ხშირად გადადის ხოლმე საფლავზე, ნელ-ნელა მოუკლოთ და ვინც იშვიათად გადადის, იმათმაც ნელ-ნელა მოუკლონ და ჯობია, რომ საერთოდ არ გადავიდნენ საფლავზე. საფლავზე გადასვლას რავაშლაგი ამბობს, ჯობიაო, რომ აიღოს ქალმა ხელში თეილი მიწაიკითხოსო, ამა თუ იმ ადამიანის ან ახლობლის სულის სასამაღლებლად, ან სხვა რამე მიცვა შეასრულოს ამ ადამიანის სულის სასამაღლებლად, ხო? ჩვენ გვაქვს ბევრი საშუალება იმისა, რომ ავამაღლოთ გარდაცვლილი სული, თუნდაც გავაკეთოთ ტიკუნა ნიფტარ, გავიგია, ხომ? თუ ვისაც არ გაუგია, შეგიძლიათ მოიკითხოთ, იკითხოთ რაბებთან, თქვენი ოჯახის რაბებთან
ტიკუნა ნიფტარი ბევრად უფრო კარგია და კადიშის წაკითხვა ან სხვა რაიმე მიცვის შესრულება ან დაუშვათ თორის წიგნის ყიდვა ვინმესთვის ჩუქება ან ლოცვისთვის გაცემა 1000 მიცვა შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს უბრალოდ კავანა გააკეთოს რომ ეს არის ლეილუი ნიშმათ და უთხრას რაბს რისთვის აკეთებს ოკეი, სგილგულენის შემოცეს ძალიან გრძელი თემაა. დიდხანს აღარ მოგაცდენთ და აღარ შეგაწუხებთ, იმირცე აშემ. ახლო მომავალში ისევ გავაგრძელებთ, ამან სხვა თემაზე საუბარს. კიდევ ერთხელ მსურს ყველას გისურვოთ წარმატებები, შავუატოვო მევორახ. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენთან ვიყავი სარა ლალი.